ხრეკვირიაკე სულთმოფენობიდან და წმინდა ეკლესია გვთავაზობს იგავს, სადაც ადამიანი, რომელიც იგავში მოყვანილი არის, ნაგულისხმევია როგორც უფალი, სერობაზე მოუწოდებს ადამიანებს და ჩინებულებს, აქ ამაზეა ლაპარაკი, ჩინებულებს მოუწოდებს. ჩინებული ეს არის ყველა ჩვენთაგანი, რომლებიც მოწოდებულნი ვართ ქრისტეს ეკლესიის წევრობისკენ და ეს ადამიანები იტყვიან, რომ ერთი იტყვის, რომ მას მიწა აქვს დასამუშავებელი, იყიდა და უნდა ნახოს შენაძენი, ერთი იტყვის, რომ ხარები შეიძინა და მათ გამოსაცდელად მიდის, მესამე კი იტყვის, რომ დაოჯახდა, ცოლი მოიყვანა და ამის გამო არ შეუძლია მოსვლა. და აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ტერმინი, რომელსაც ძველ ქართულად ვიყენებთ, ეს არის გამიჯვნა. გამიჯვნა არის ძალიან, ამ შემთხვევაში არის ძალიან კაცრი ტერმინი. ანუ არის, რომ მე ღმერთს ეუბნები, რომ გამიჯნული ვარ შენგან. ანუ გამიჯვნა ნიშნავს იმას, რომ მე და შენ ამ შემთხვევაში მე და შენ შორის საერთო არაფერი არ არის. ანუ გამიჯვნა ძალიან კაცრი ტერმინი არის. აქ ეს უნდა ვიგულისხმოთ და აი ხა დღეს რაზეც ვისაუბრებთ, უბრალოდ მივხვდებით რა მდგომარეობა. ადამიანი დღევანდელ დღეს არის როგორ იცით, სამყაროს უყურებს გამრუდებული თვალი და ამის მიზეზი არის ზუსტად ადამიანის ამღვრეული ცნობიერება. დღეს ძალიან გამრუდებულია ადამიანის ხედვა, არ იცის ადამიანმა როგორ უყუროს სამყაროს, არ იცის ადამიანმა როგორ უყუროს ამ წუთისოფელში იერარქიულობა როგორ დააყენოს ღირებულებებისა, ეს ძალიან უჭირს ადამიანს. ამიტომაც არის მოკლედ ადამიანი დაბნეული. აი ეს ადამიანები, რომლებმაც თქვეს, რომ ჩვენ გამიჯნულები ვართო, უთხრეს მომწოდებელსო, გამიჯნულები ვარცო თქვენგან, ერთი რამე იგულისხმეთ უბრალოდ. აი დღეს რაზეც უნდა ვილაპარაკოთ, წანამძღვარი მინდა გავუკეთო ერთ რამეს, რომ თავარი რაც არის პრობლემა ამ ადამიანებისა არის ის, რომ მათ არ შეუძლიათ ვინ ეძახის ამის გარჩევა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვერ ვიგებთ ვინ გვეძახის და სად გვეძახის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ადამიანებს არ აქვს გარჩევის უნარი, ვისი ხმიდან ადამიანი იძახის, თავისი ადამიანური ცნობიერები და თავისი ვიწრო შეხედულებებისკენ მიზიდავს, თუ ღმერთი მეძახის, თუ ეს არის ჩემი გარკვეული არჩევანი, რომელსაც მე ვაკეთებ. აი ამაზე დაუფიქრდით ყველაზე, ანუ ძალიან საკვანძო მნიშვნელოვანი მომენტი არის. დღეს იმას იძახია, რომ ადამიანები ღმერთისკენ არ წავიდნენ და ადამიანები არ წავიდნენ აქეთ თავის საქმეზე წავიდნენ. ეს ძალიან ვიწრო იქნება, ძალიან ვიწრო შეხედულება იქნება. ეს კი არ იყო პრობლემა. პრობლემა იყო ამ ადამიანებისა ის, რომ მათ გულისხმის ყოფა არ ქონდათ იმისა, ვინ ეძახდა მათ. ვინ დაუძახა მათ, უფალმა რო დაუძახა, ის ვინ იყო, აი ამის გულისხმის ყოფის უნარი არ ქონდათ. მათ არჩევანი გააკეთეს რაში, იცით? ანუ ის მეძახის ქორწილში და მე წავალ ჩემ საქმეზე. ანუ ის კი არა ვინ დამიძახა იქ, რაზე მეძახის, სერობაზე მეძახის, ანუ ღვთის ხმა ვერ გაარჩიეს იმ დაძახებაში რაც იყო. აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა დღევანდელ სამყაროში და ქრისტიანული ადამიანის ცნობიერებაში და ცხოვრებაში, რომ ადამიანს არ იმდენად ხმაურიანად ცხოვრობს, იმდენად თავის ყოველდღიურობაში არის გადავარდნილი ყოველდღიურ საშოვარში და წუთისოფელიც კიდე არტოვებს ადამიანს ამ თავისუფლების გარეშე, რომ დაიმონოს და მისი დრო, მისი ენერგია, მისი ყველა ძალები, რაც კი მას გააჩნია, გამოსრუტოს მისგან და გამოიტანოს, რომ ადამიანს აი ამ ისე იგი როგორ გითხრათ, იცით, აი მართლმადიდებლური ტერმინია გულისხმის ყოფისა და ღვთის ჭრეტის უნარი არა აქვს, ვინ დამიძახა მე. მხოლოდ და მხოლოდ არის, აი ავიღებ ადამიან, რავი, დღეს წავალ წირვაზე, ან არ წავალ. და ანუ ჩემ საქმეზე წავალ თუ იქ წავალ და სიღრმისეულად ღმერთთან თუ აქვს ადამიანს გულისხმის ყოფა და ღმერთის ცოდნა და ძახილი თუ აქვს გულში, მაშინ ის ადამიანი სულ სხვანაირად მოკლედ მოქმედებს. და ამიტომ ჩვენი სირთული არის ზუსტად ეს, რომ ამიტომ გამომდინარე აქედან გვიყალიბდება ცნობიერება ძალიან ცალმხრივი. აი დღეს ადამიანებს ამის ცნობიერების უნარი რო არ აქვთ, აი გამომყევით აზრში უბრალოდ.
რატომ ვჩხუბობთ ჩვენ ყველანი რატომ კამათობ ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანი მოკლედ რაღაცა სუ კამათში ვართ სუ ერთმანეთს ვეჯიკებით თუ პირდაპირ არ ვეუნებით რამეს გულში სუ გულისწყრომა გაქვს ამან ესე რატო გააკეთა იმან ესე რატო გააკეთა ესე არ არის სწორი ისისი არ არის სწორი რატომ იმიტომ რომ ადამიანს რომელსაც არ აქვს ღვთის გულისხმის ყოფის უნარი ის აზროვნებს ჩამოგითვლით ეხლა როგორ ის აუცილებლად ცალმხრივია მას ანუ აქვს თავისი დაჯერება აქვს თავისი თავში და ცალმხრივად აზროვნებს ანუ გამარტივებულია მისი ხედვა ძალიან მარტივად იჯერებს იმიტომ რომ ეს ადვილია ანუ გულისხმის ყოფა ძნელია მაგრამ ის მარტივია ვიღაცა მითხრა რაღაცა მითხრეს ანუ დავიჯერე რაღაცა ძალიან სწრაფად და არ გამიტარებია ჩემ შინაგან გულისხმის ყოფაში და მეორე მესამე რაც ყველაზე მეტად გვახასიათებს დღეს ნახეთ როგორ არის ეს არის ტონალური სიმარტივე და მე გეტყვით ახლა ეს რა ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინია, როდესაც ჩვენ საუბრობთ ანუ მეორედ მოსვლის წინ ქრისტეს გარჩევაზე და ანტიქრისტეს სულისკვეთებაზე და ქრისტეს სულისკვეთების გარჩევაზე. ადრე გითხარით, ტონალური გარჩევა რა არის, იცით? თეთრი და შავი. ანუ ადვილია ძალიან მარტივი ადამიანმა თქვა, რომ ეს არის ცოდვა, ანუ მოპარვა ცოდვაა? ცოდვაა, ხო? ხო მე თანხმებით, რომ ცოდვაა. მაგრამ ანუ იმის გარჩევა რომ მოპარვაში კიდე რა შეიძლება იგულისხმებოდეს აი მაგალითად ადამიანს რო დროს პარავ ქურდობა და ეს როგორ უნდა მიხვდი ადამიანმა რომ ადამიანს თუ დროს პარავ ესეც ქურდობა არის ამას სულიერი შინაგანი მდგომარეობა გიკარნახებ შენ იმიტომ რომ შენ დროსაც რო იპარავენ შენ თვითონ ხვდები რა ძვირფასია ეს დრო ადამიანისთვის ზოგადად და ამიტომ ნახეთ როგორ არის ჩვენ გვაქვს აი ეს ცალმხრივობა გამარტივებული ხედვა ზოგადად და ტონალური ესეთი სიმარტივე გვაქვს რომ ანუ როგორ არის იცი ჩვენ გონია რომ ისე იგი აქეთ ცოდვა აქეთ უცოდველობა არ არის ეს ასე ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა გაარჩიო თუნდაც ადამიანში რომელიც კეთილს აკეთებს თითქოს მასში გაარჩიო ის რომ რისთვის აკეთებს ეს რისთვის გეძახის ეს არის უმნიშვნელოვანესი დღევანდელ ქრისტიანულ მოკლედ ცხოვრებაში და მოკლედ საბოლოო ჯამში ჭეშმარიტება ანუ წონასწორობაში არის გახსოვდეთ ესეთი რამე რომ ჭეშმარიტება არის წონასწორობაში თუ ადამიანს შეუძლია შინაგანი წონასწორობა დაიჭიროს და რა არის ეს წონასწორობა რითი შევინარჩუნებ მე წონასწორობას აი მაგალითად ავიღოთ ორი შვილი გყავთ ერთი გეუნებათ ერთს რომ ესე უნდა გააკეთოთ და მეორე სრულად საპირისპიროს გეუნებათ რომ ესე უნდა გააკეთოთ რა უნდა ქნას მშობელმა წონასწორობა რითი უნდა დაიჭირო ორივე შენი ნაშობი შვილია ორივე შენი ნაშობა, ორივე გიყვარს. რა უნდა გააკეთო ამ დროს ადამიანმა? რაშია წონასწორობა? ამ წუთში იწყება შფოთვა ადამიანში, რა გავაკეთო? ერთი შვილი ამას მეუნება, მეორე შვილი ამას მეუნება, მე სულ სხვა ფიქრი და აზროვნება მაქვს. რა არის წონასწორობა ამ შემთხვევაში? წონასწორობა არის ჭეშმარიტებაში. და რა არის ჭეშმარიტება? ჭეშმარიტება არის თვითონ ქრისტე. და საღვთო სწავლება. ანუ როდესაც ადამიანს ეს ჭეშმარიტება გაქვს ურყევი შინაგანად, შენ შეგიძლია ერთ შვილსაც და მეორე შვილსაც, ანუ აი ამ წონასწორობისკენ მოუწოდო ორივეს. და როდესაც შენ ეს არა გაქვს შინაგანი, მაშინ შენი აზროვნება არის, როგორც წეგან გითხარით, რომ გამარტივებული, ცალმხრივი, აუცილებლად მიიდრიკები რომელიმე მხარეს და ეს გამოიწვევს შენში საშინელ ტკივილს. აი ეს მომენტი იყო ზუსტად რაც ვერ გულისმაყვეს დღევანდელმა ადამიანებმა დღეს ვინც იყვნენ მოწოდებულები რა აერჩიათ არ იცოდნენ და ერთ მხარეს გადაიხარნენ წავალ ჩემ საქმეს გავაკეთებ ანუ ორი მდგომარეობიდან აირჩიეს ერთი მაგრამ არ დაფიქრდნენ იმაზე და შეცდომაც დაუშვეს მაგრამ რო დაფიქრებულიყვნენ ესენი ანუ გულისხმის ყოფის ძალა რო ქონოდათ ღმერთთან ურთიერთობის მოკლედ ძალა და უნარი რო ქონოდათ მათ ესენი არ გააკეთებდნენ და ანუ ნახეთ როგორ არის ეს გზა კი როგორი ძახის უფალი რა არისო ძალიან ვიწროა გახსოვთ რა სიძახის ვიწროა გზა რომელსაც სათასასუფეველში მიყავს მაგრამ ფართოა რომელსაც წარსაწმედელში მიყავს სივიწროვე რას ნიშნავს
აბა ვისაც თქვათ მანქანა ხო გინახავთ ან ჯდარ ხარ თქვათ მიდიხარ და ერთი მანქანა აქედან გავიწროვებთ მეორე აქედან გავიწროვებთ რა უნდა ქნა ადამიანმა როგორ უნდა დაიცვა ბალანსი შეუძლებელი ანუ აუცილებლად დაიმსხვრევი ადამიანი აქედანაც გაწვება ერთი მხარე მეორე მხარეც აქედანაც გაწვება ამიტომ ძალიან ვიწროა ჩვენ მარჯვნიდან და მარცხნიდან ისე გვავიწროვებს ჩვენივე სამყაროში არსებული მდგომარეობა ისე გვავიწროვებს რომ ხან ფიქრობ ხოლმე რომ რა რთულია ადამიანმა გაიაროს ზუსტად აი ამ სივიწროვეში და ცხონებამდე მიხვიდე არ გადაუხვიო არც ერთ გზაზე აი აქედან გეუნებიან იქით მიიწიე აქეთ მიიწიე და შენ ეცადო რომ საერთოდ არც ერთს არ მიაქციო ყურადღება და იყურო ყოველთვის წინ მაგისტრალურ გზაზე იყურო და მუდმივად უყურო შენ მიზანს რომ მე მივდივარ ამ მიზნისაკენ აი ახლა საუკითხვას ნახეთ მაცხოვრის ნათქვამი რომ ვისაც უყვარდეს დედა მამა ცოლი შვილი აგარაკი და ყველაფერი იგი არ არის ჩემი ღირსი რას ნიშნავს რომ მე მივდივარ მაგისტრალურ გზაზე რომ ცხონება მინდა და აქედან ერთი შვილი მაწვება, აქედან მეორე შვილი მაწვება, იქიდან არ ვიცი ცოლი ან ქმარი აწვება ადამიანს, აქედან ნათესავები, აქედან ამწუთი სოფლისეული ზრუნვა, აქედან მოკლედ რა ვიცი, ბაღი, სახლი, ამწუთი სოფლისეული რაღაცა სულისკვეთება მაწვება და რა უნდა ქნა ადამიანმა, ესენი ყველანი ცდილობენ რას? ჩემსკენ გადმოიხარე, მე მომაქციე ყურადღება და როგორ უნდა შეძლო ადამიანმა ის რომ აი ამ გზას რომელიც სასუფევლისაა მაგრამ ძალიან ვიწროა არ გადაუხვიო აი დღევანდელ ამ მდგომარეობაში ვცხოვრობ ჩვენ და ჩვენ როგორ ვართ იცი აი როგორ გითხათ აი ძალიან მარტივად უყურებთ ამ საკითხს ძალიან მარტივად უყურებთ აი რაღაცა ცალსახად ღმერთთან არ მიგვაქვს ჩვენი სატკივარი ჩვენ ერთადერთი რითიც ვფიქრობ და რითიც ვაზროვნებთ არის რა ტელევიზიაში რა გვითხრეს ანუ იმან რა თქვა ამა რა თქვა და თუნდაც გეტყვით მამა გიორგიმ რა თქვა იმან რა თქვა ანუ ჩვენი საკუთარი ღმერთის რწმენა არა გვაქვს მე ხშირად გისვავთ ხოლმე კითხვას აი სახურება რომ დასრულდება დღეს გვაქვს ამის დრო სათითაოდ მინდა შეგეკითხოთ უნდა გკითხოთ ერთი როგორია თქვენი ღმერთი ანუ როგორი წარმოდგენა გაქვთ მასზე რას გეუნებათ ყოველ დღე რას გავალებთ ყოველ დღე რა პირობა არის ისეთი რითიც თქვენ მასთან ურთიერთობთ თუ უბრალოდ თქვენ გონიათ რომ ლოცვის წიგნი დავიჭირე ხელში და წავიკითხე ლოცვები და ესეთია თქვენი ურთიერთობა თუ როგორია თქვენი ღმერთი როგორ ურთიერთობთ მასთან როგორ არის ის როგორც თქვენთვის ჭეშმარიტება და რანაირად არის ის თქვენთვის როგორც აი მუდმივად სწორ გზაზე მატარებელი ანუ როიარო თქვენი შინაგანი მამოძრავებელი აი ეს არა აქვს დღეს ქრისტიან ადამიანს და ამიტომ ჩვენ გვეჯაჯგურებიან მარჯვნიდან და მარცხნიდან აქეთ გადმოდი იქით გადმოდი და რო ცდილობ ადამიანი უბრალოდ ანუ ნახეთ ისე იგი ღმერთის გულისხმის ყოფის ძალა გაქვს ანუ ღმერთთან ყოფნა გინდა ანუ ისე იგი იესოს ლოცვაში ღმერთთან სიმშვიდეში ანუ მის გარეშე არაფრის კეთება არ გინდა მისინების გამოკვლევა გინდა და ხვდები რომ ეს მისინება რაღაცა განსხვავებულია თუნდაც იმ შენი საყვარელი ადამიანისგან შენი შვილისგან შენი მშობლისგან შენი ისე იგი მეუღლისგან ნათესავისგან შენი მეგობარისგან რომელიც რაღაცა გულანთებული არის სხვანაირად და ფიქრობ ისე იგი რაღაცა ღმერთი თითქოს შენ სხვა რამეს გეუნება შენ და იმ მას კიდე სულ სხვა რამეს ეუნება რა უნდა ქნა ამ დროს რა მტკივნეულია წარმოიდგინეთ უფრო მტკივნეული იქნება როდის იცით გახსოვს უფალი რა სიძახის რომ როდესაც მკისდრო მოვა როდესაც უკვე მოვა ისე იგი მეორედ მოსვლა იქნება ან ადამიანის გარდაცვალების მომენტი იქნება აი მერე ნახავ შენ რომ არავის აზრი შენს გვერდით აღარ არის აღარ ცოლის აზრი აღარ არის აღარც ქმრის აზრი აღარ არის აღარ ჩვილები აღარ არის ისინი რომ გედავებიან ეს გააკეთე ის გააკეთე მამა ესექენი ისექენი ქონება ესე გაგვიყავი ესე და ადამიანი გარდაცვალების წინ დგეხარ და ფიქრობ რაღა დროს ესენია აღარ არის არაფერი დარჩა მხოლოდ და მხოლოდ მე და ვინ ღმერთი სად არის ეს ღმერთი რომელი ღმერთი
არ არის, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ხან იქით ვიყავი, ხან აქეთ ვიყავი, იქიდან მომკრავდნენ ხელს, იქით გადამაგდებდნენ, აქედან მომკრავდნენ ხელს, იქით გადამაგდებდნენ და ისე იგი ეს ამ წუთის სოფლის მთელი სულისკვეთებით მომიწია ცხოვრება. და სულ კითხვას, უბრალოდ დავსვათ ჩვენ თავში კითხვა, რომ როდის ვიყავით ისეთები, როდესაც ღმერთთან ვიყავით გულისმიერად და ღმერთთან ყოფნა იყო ჩვენთვის უფრო მეტი, ვიდრე საკუთარი თუნდაც შვილის ნათქვამი და მოთხოვნა რამისა. ეს როდისმე განგიცდიათ? საკუთარ შვილზე, საკუთარ მეუღლეზე, ან ვიღაცაზე მეტად რო შინაგანად, რომ ეხლა მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ვაწყენინო საკუთარ შვილს, მაგრამ ეს იქნება გარკვეულწილად სწორი, ღვთის წინაშე იქნება ეს სწორი. ეს არის, ეს გულისხმის ყოფის უნარი არა გვაქვს და ეს შუალედური, მოკლედ გზის არჩევის უნარი არა აქვს ადამიანს. და ეს წუთისოფელი ჩვენ გვახეთქებს ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ და არ გვაცლის უბრალოდ. გადახედეთ ჩვენს ქვეყანას, არ დაგვაცალდეს, არ გვაცდის არავინ, უბრალოდ რომ სიმშვიდე გქონდეს ადამიანს, უბრალოდ ღმერთში იყვე, შიდა პროცესები გინდა თუ გარე პროცესები გინდა, ტელევიზია გინდა თუ სოციმედია გინდა თუ ყველაფერი რაც კი ჩვენს ქვეყანაში ხდება, ადამიანს მოკლედ გვახეთქებს ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, არ აძლევს საშუალებას ამ ჭეშმარიტებაში დარჩენისა და ღმერთისკენ ყურებისა. და ვსვავთ კითხვას, ეს გამართლებადია? ჩვენ გვამართლებს, ეს არ გვამართლებს. ეს ჩვენ მაინც უნდა შევძლოთ აუცილებლად. და ადამიანმა რომ შეძლოს ამ შუალედური გზის ერთგულება, აუცილებლად ყველას გონია ერთი რამე. გახსოვდეთ, ეს დაიმახსოვრეთ ეს ნაწილი. ეს ადამიანები, რომლებიც წავიდნენ თავის საზრუნავზე, ესენი არიან ადამიანები, ჩავთვალოთ ვინც არიან, ესე რომ ვთქვათ, მინდობილები საკუთარ რას. ისე იგი, განვითარებულ ინტელექტს, ადამიანები აზროვნებენ რაღაც, ფიქრობენ, მსჯელობენ რაღაცა და თავისი ინტელექტის, ესე რომ ვთქვათ, ამარა არიან და ინტელექტის ფიქრობენ, რომ მისით იქნებიან მოკლედ ძლიერები. მეორე, ეს არის ადამიანის ლოგიკური თითქოს მსჯელობა, ეს არის ერუდირებულობა დღეს ადამიანისა და ინტუიციაც კი, შინაგანი ინტუიცია, რომელიც ადამიანს გააჩნია. დღევანდელი სამყარო ამ 4 რამეზე დგას და ჩვენც ამისკენ მოგვიწოდებს, რაზე? ინტელექტუალურად განათლებული რა? ისე იგი მოაზროვნე იყავი ადამიანი, ინტელექტუალური აპარატი ქონდეს, თავარია ძლიერი, ლოგიკური მსჯელობა შეგეძლოს და იქ ნახავთ ეხლა ადამიანები, რომლებიც ერთმანეთთან საუბრობენ, ჭეშმარიტება კი არ აინტერესებს. თავარია ვინ უფრო ლოგიკურად მსჯელობს და თავარია ვინ უფრო ისე იგი რაღაცა ისეთი მსჯელობა აქვს, რომ გადაასწროს, გადაფაროს მეორე ადამიანის ისე იგი ნათქვამი. მესამე, ეს არის თითქოს ერუდირებული არის ადამიანი, გამოდგება თქვა ზის და საუბრობს რაღაცა საკითხებზე, თუნდაც საღვთისმეტყველო, ნახეთ, საღვთისმეტყველო საკითხებზეც ადამიანი საუბრობს თითქოს და ინტუიციას თითქოს ადამიანს, რომელიც ეს ინტუიცია ძალიან გავს სულიერ მდგომარეობას, რომ ხშირად არის ხოლმე ადამიანი იტყვის ხოლმე, რომ ვიღაცა რო კითხვას მისვავს რაღაცას, ინტუიციურად პასუხობდა, მე ეს სწორი აღმოჩნდება ხოლმე. ეხა უსვავ კითხვას, ყოველთვის უნდა ენდო მაგ ინტუიციას? ეგ ინტუიცია ყოველთვის სწორად გიკარნახებს, სწორად ყოველთვის არ გიკარნახებს და ეს არის ზუსტად დაცემულობა. და ნახეთ, დასკვნა რა არის? ქრისტიანი ადამიანი რას ფიქრობს? რომ მიუხედავად ამისა, რომ ეს 4 რაღაც რაც ჩამოთვალე, რომც კი მქონდეს და ყველაფერი გამართულად თითქოს მოქმედებდეს, ერთი რამე უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ ზეციური შეწევნის და ღვთის განმანათლებელი მადლის გარეშე ადამიანი ვერ შეძლებს ამ წუთის სოფელში დაიცვას წონასწორობა. დარჩეს ჭეშმარიტებაში, დარჩეს ქრისტესთან და დარჩეს გზაზე, ვიწრო გზაზე, რომელიც არის მაცხოვნებელი. ეს ყველამ კარგად დავიმახსოვროთ, რომ ღვთის მადლის გარეშე და ეს მადლი კიდე ჩვენ ბევრი გვისაუბრია ამაზე, როგორ არის, როგორ მოდის ადამიანთან, ხო? გულის განწმენდით, ცოდვასთან მორიდებით,
გულის გასუფთავებით, რომ ღმერთისთვის განთავისუფლდეს ადგილი აი ამ შუაგულში, რომ უფალი მოვიდეს და საკუთარი მადლი მოიტანოს ჩემს გულში, რომ მე შევძლო გაუძლო აი ამ განსაცდელებს, გაუძლო აი ამ წნეხს, გაუძლო ამ წუთისოფლისეულ შეჭირვებას, გაუძლო თუნდაც სიღარიბეს, გაუძლო თუნდაც შიმშილს, გაუძლო თუნდაც ავადმყოფობას, გაუძლო თუნდაც სიკვდილის შიშს, რომ მე აი ეს გზა, რომელიც ჩემში აი გონებრივად შინაგანი სულის ძალის გონიერი ძალა მუდმივად მიმართული იქნება აი ამ ვიწრო გზისაკენ და მიზნისაკენ, რომ მე უნდა ვცხონდე და დავრჩე ჭეშმარიტებაში. და რა არის ჭეშმარიტებაში დარჩენა? ამასაც აუცილებლად გეტყვით. შეიძლება ადამიანს სწორად გწამდეს, მაგრამ ცხოვრობდე არასწორად. აი ეს არის ჩვენი პრობლემა. ჩემი პრობლემა, ეხლა რაზეც ვილაპარაკებთ, მე ეხლა ჩემ თავზე მინდა რომ გელაპარაკოთ თავიდან ბოლომდე, რასაც კი დავასახელებ ეხლა, ხშირად ადამიანს გონია ხოლმე, რომ აი როგორ არის იცი ქადაგება მაინც ისეთი არის, გარედან რომ მოგაქვს რაღაცები და ლაპარაკობ ადამიანი, აქ სირთულე იქმნება. მაგრამ ახლა გელაპარაკებით, აი გაგაცნობთ საბოლოო ჯამში ჩემ თავს. რევს ამდენი ხანია შეიძლება არ მიცნობდით, ცალსახად რაზეც ვისაუბრებთ, საკუთარ თავზე ვისაუბრებ და ნახეთ, რა არის. პირველი ეს არის, შეიძლება ჩანს რომ სწორად მწამს, გარეგნულად სწორად მწამს შეიძლება, მაგრამ მე ვერ ვცხოვრობ ისე როგორათაც მე შინაგანად ვფიქრობ და ვწამ, ვერ ვცხოვრობ. და აქ არის როგორ იცით, მე ვიცი ჭეშმარიტება, ყველაზე მძიმე რა არის ხოლმე ჩემთვის, ვიცი რაც არის. ვიცი განმისდია, ღმერთი მოსულა, ღმერთს უთქვამს, რაღაცა ეს ჭეშმარიტება განმისდია, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არაფერი არ იცვლება, ვერ ვიცვლები. ვერაფრით ვერ ვიცვლები, უკეთესი ვერ ხვდები. ვერაფრით, ანუ ჩემი ცხოვრება არ იცვლება და ეს არის საშინელება, როდესაც ადამიანმა ჭეშმარიტება იცი, როდესაც ღმერთი მოვიდა, როდესაც ღმერთმა გითხრა, როდესაც მღვდელი ხარ, როდესაც ტრაპეზის წინ დგა ხარ, როდესაც წირვას ატარებ, როდესაც გამოდიხარ და მერე საუბრობ და შინაგანად ცხოვრება არ იცვლება. შინაგანი იგი იქ რო არჩია იმ სამმა რაც აირჩია, ხო? გეუბნებით ამას ვირჩევ ყოველთვის. აი ეს არჩევანი მაქვს ყოველთვის აზრობრივად, შეიძლება გარეგნულად ამას არ ვიჩენ, მაგრამ აზრობრივად შინაგანად მუდმივად აქეთკენ ვარ მიდრეკილი და არჩევა რომ მინდა რომ მოკლედ ჩემი საქციელით ღმერთი ავარჩიო, ამას ვერ მოკლედ ვერ ვიჩევ. ამიტომ შეიძლება ადამიანს და ჩემზეა საუბარი, ადამიანში სწორად გწამდეს, ადამიანს თავში სწორად გწამდეს, მაგრამ ამასთან ერთად ცხოვრობდე ძველი ჩვევებით, ძველი შიშებით და ძველი დათმობებით. აი ეს ჩემში არსებული ძველი ადამიანისა და ყველა ჩვენთაგანში დაუკვირდით როგორ არის, ხო? ჩვენი ძველი ჩვევები, ჩვენი ძველი შიშები, რისაც გვეშინოდა, როგორ გითხრათ, იცი, სიკვდილის შიში, რაღაცა უნდობლობა ღმერთისა, რომ ისე იგი რაღაცა გაწირული ხარ, თითქოს სასოწარკვეთილება გეუფლება, უიმედობა გეუფლება, თითქოს ღმერთი სად არის, რატომ არ გწყალობს, ერთი პატარა შეჭირვებაა და იმ წუთში ადამიანი ამ მდგომარეობაში ვარდები და მერე დათმობები, იმ წუთში დათმობას იწყებ. რის დათმობას იწყებ? დღეს როგორც დათმეს იმ ადამიანებმა, რომ ღმერთთან არ წავალ, მე წავალ ისევ აქ, გახსოვდეთ, ეს სამი რაღაცა, რომ შეიძლება ადამიანს სწორად გწამდეს, რას ნიშნავს სწორი წა, ცოდნაც კი სწორი ქონდეს სარწმუნოებისა, მაგრამ ამავე დროს ისევ ცხოვრობდეთ ძველი ჩვევებით, შიშებითა და დათმობებით. ამიტომ ცოდნა არ უდრის ღვთის მორჩილებას. ეს ყველაზე მწარი არის, რომელიც მე საკუთარ თავთან მომყავს ხოლმე. ამიტომ გესაუბრებით ხოლმე, მე ხა რატო გესაუბრებით ამას, იცით, რა მოყავთ თქვენ საკუთარ თავთან? რითი აიძულებ საკუთარ თავსო სხვანაირები იყვეთ. ამიტომ აბა დაიმახსოვრეთ ეს ფრაზა, რომ ცოდნა არ უდრის ღვთის მორჩილებას. ადამიანმა რამე რო იცი ეს ღვთის მორჩილებას ჯერ კიდე არ უდრის. და სიმართლე და ჭეშმარიტება, რომელიც სიცოცხლეში, ცხოვრებაში არ რეალიზდა, იქცევა მძიმე ტვირთად და არა თავისუფლებად. უფალი გვეუბნება შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთო თქვენო და მე ვდგევარ, ჭეშმარიტება თითქოს შევიცანი, თითქოს რაღაცა ღმერთი შეეხო ამ ჩემს გულს, ჩემს ჭეშმარიტებას და
ხვდები ერთ რამეს, ისე დამაწვა ეს სიმძიმედ. რატო დამაწვა სიმძიმედ? იმიტომ რომ ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება და ეს ჭეშმარიტება და ხშირად ვიტყვი ხოლმე, აი თავში მაგ ხოლმე რომ ნეტა არ მცოდნოდა უბრალოდ. ნეტა ამდენი ადამიანს არ გცოდნოდა უბრალოდ რომ იქნებ მოკლედ უფრო უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ არა, ნახეთ, მე ზარმაცობ. ადამიანი ზარმაცობს ამ შემთხვევაში, რომ იმას რომ იცის, ეხლა მან ცხოვრებაში უნდა აიძულოს საკუთარი თავი, რომ ეს შეასრულოს და ადამიანს სამწუხაროდ ეს არ შეუძლია და აი ესე დამძიმებული, ქრისტიანობი დამძიმებული, მართლმადიდებლობი დამძიმებულ ადამიანებს უყურებ ყოველ დღე, რომელთაც რაღაცას გაიგებენ თუ არა, დღეს სიახლეს რა ანუ ჩვენ ვიზდებით სარწმუნოებრივად და რამეს ეთყვი თუ არა ადამიანს, ეგრე კი არა, ესი არის. ლოცვა საუბარია ღმერთთან და არა უბრალოდ წაკითხვა ამას ეუნები თუ არა ადამიანი, ანუ ისე იგი ვერ იღებს ამას, ცუდად ხდება ადამიანი, ანუ წირვისა და ლოცვის სხვა განსაზღვრებას, სიღრმისეულ განსაზღვრებას მისცემ თუ არა ადამიანს, არ უნდა ადამიანს, რატო? იმიტომ რომ მანამდე კარგად გძნობდა თავს, ეხლა კი სიმძიმედ დააწვა, თურმე ესე უნდა გავაკეთო, ეს კიდე არ ვიცი, თუ არ ვიცი უნდა ვისწავლო, რო ვისწავლო უნდა ვეცადო, უნდა ვიშრომო, ამ შრომის არც დრო მაქვს, არც ენერგია, იმიტომ რომ ის წუთი სოფელი ასე მახეთქავებს მარჯვნივ და მარცხნივ და ჯერ იქ ისე იგი ვერ ვახერხებ რაღაცა, რომ ორიენტირება გავაკეთო ერთ რამეზე და ვეუნები ადამიანს, თუ შენ ამნაირ ლოცვას ისწავლი, თუ შენ ლოცვას ისწავლი, ღმერთთან მიახლოებას ისწავლი, მაშინ დაიცავ მხოლოდ აი ამ ისე იგი წონასწორობას ამ წუთის სოფელში, მაგრამ ადამიანი ისევ აი ამ თითქოს გარკვეული სარწმუნოებრივი ჩამოყალიბებული მისი რაღაცა ფიქრები და აზრებით მოკლედ ისევ აგრძელებს ცხოვრებას და ამიტომ სიმძიმეთ ექცევა. აი ხო გეუნებით მე რამდენჯერ ყოფილა ესე რომ აი ეს ცოდნა, აი ეს რაღაცა, ოდესაც ცხოვრებაში და რეალობაში არ ვაკეთებ ამას, საშინელებაა, ჭეშმარიტება შემდეგ ადამიანისთვის თავისუფლება კი არ არის, საშინელ უფრო მეტ მონობაში აგდებს ადამიანს და უფრო მეტად სიმძიმეთ აწვება ადამიანს. ეხლა ვიღაც იფიქრებს რომ მაშინ გამოდის რომ ჯობია რომ საერთოდ არ ვიძიოთ, საერთოდ არ ვირწმუნოთ, განა არ უნდა ირწმუნო. აი შენ უნდა გქონდეს მიზანი იმისა, რომ აი ამ წუთის სოფლისეულ, აი ამ ორ მტრიალში, სადაც შენი გაგლეჯვას ცდილობენ მარჯვნივ და მარცხნივ, ოჯახის წევრებიდან მოყოლებული, განაშეგნებულად, უბრალოდ მათი აზრებიდან, მათი ცხოვრების ღირებულებებიდან გამომდინარე, წონასწორობა რო შეინარჩუნო, რამძიმეა, როდესაც ორი შვილი მარჯვნივ და მარცხნივ ეკაჩება, მაგრამ შენ ადამიანი უნდა იდგე და წონასწორობა არ დაკარგო. როდესაც შენ რაღაც გტკივა შენ თვითონვე, როდესაც ავადმყოფობა გაქვს რაღაცა, როდესაც გაიგე შენი ყველაზე საყვარელი ადამიანის და ახლობელი ადამიანის ავადმყოფობა, აბა შეინარჩუნე წონასწორობა. აბა არ ჩავარდე ადამიანი, კიდევ ვიძახე უიმედობაში, არ ჩავარდე წეღან ძველ ჩვევებში, ისევ შიშები არ დაგიწყოს, ისევ დათმობაზე არ წახვიდე და ეს დათმობა შემდეგ ღვთის გმობამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ამ დათმობამ. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ნაწილი, რომ ბიბლია თავში, ანუ ცოდნა თავში ვერ აცხოვნებს ადამიანს. რაც არ უნდა ადამიანს თითქოს ცოდნა კონდეს ამ ჭეშმარიტებისა, დღეს ზუსტად აი ამას თითქოს აი ამას ვთილობ, დღეს ჭარბი არის ეს გადაგებები, ჭარბი არის ეს საუბრები, მაგრამ ადამიანები ზად არ არიან ამისთვის. აი მე ვიძახი ხოლმე ასეთ რამეს, რომ აი ეს ჩვილობის ასაკში ვართ ისევ და ისევ და იცით რა არის? აი სულ სვავ კითხვას, ვის უნდა რომ ჩვენ ისევ ამ ასაკში ვიყვეთ? იქნებ ვიღაცას უნდა რომ ზუსტად აი ამ ორ მტრიალში ვიყვეთ, რომ ვერაფერი ვერ გავარჩიოთ. არიან ადამიანები, ვისაც ეს სურს, თუნდაც ეკლესიაში იყვე, თუნდაც იყვე, მაგრამ იფიქრო არა ამაზე, რაზეც საუბრობთ, ღმერთთან ურთიერთობაზე ვიფიქრო კი არა. ანუ აი ამ ჭეშმარიტების დაცვაზე, წონასწორობაზე, მაგისტრალურ გზაზე, ცხონების გზაზე, ვიწრო გზაზე, სიარულზე კი არ ვიფიქრო, არამედ მარჯვნივ და მარცხნივ მახეთქაო. ანუ როდესაც მარხვა არის, მარხვაზე კი არ ვიფიქრო, რაღაცა განსხვავებულ რაღაცეებზე, თუნდაც კეთილზე, თუნდაც კარგზე. აი დღევანდელი ადამიანებმა ცუდი რა გააკეთეს, განა 95 და 98% ესე არ იქცევა? ყველა ასე არ იქცევა განა, მაგრამ უფალი რატო განიკითხავს მათ?
რატო ეუნება რომ დაანებეთ მაგათ თავი, არ არიან ეგენი რჩეულებიო. განა ისინი არ წავიდნენ საკუთარი ისე იგი ერთმა მიწის საყიდლა იყიდა მიწა და იმის იმას, მეორემ ისე იგი ხარები იყიდა, მესამემ ცოლი მოიყვანა, ოჯახი დააყენა წინ და უფალი ძახისომ არ არიან ესენი ღირსები. და სვავ კითხვას, რა ხდება აქ ამ შემთხვევაში? ღირებულება რა არის აქეთ იქით, რა ღირებულების არჩევა უწევს ადამიანს? რომ ჭეშმარიტება ყველაფერზე მაღლა დგას, ქრისტე ყველაფერზე მაღლა დგას, მაგრამ ეს ჭეშმარიტება რომ გაარჩიო, ღმერთმა რომ დაგიძახა ეს რომ გაარჩიო, ამას შინაგანი ცოდნა ჭირდება, შინაგანი ცოდნა არა ინტელექტუალური, არამედ გონითი, სულის მღვიძარება ჭირდება, გულის სისუფთავე, სულის მღვიძარება ჭირდება, გონის სისპეტაკე ჭირდება, რომ გაარჩიოს ამან ღმერთის დაძახება და არა ამ წუთისოფლისეული სულისკვეთების დაძახება. და მინდა გითხრათ, რომ ღმერთი ითხოვს ჩვენგან არასწორ რაღაცა საუბარს, ჩემსავით, ხშირად არის ხოლმე, რომ თქვენ შეგიძლია მითხრათ ეს, მამო, ჩვენ შენგან კი არ ვითხოვთ იმას, რომ სწორად ილაპარაკო და სწორად გვითხრა რაღაცეები, არამედ ვითხოვთ ერთ რაღაცას, რომ ცვალებადობა შენ თუ გაქვს აზრებში, შინაგანად აზრებში, ღმერთი თუ არის შენ აზრებში, შენს გადაწყვეტილებებში, რომელსაც იღებ, თუნდაც სამრევლო ცხოვრებაში, თუნდაც საეკლესიო ცხოვრებაში გადაწყვეტილებებს, აზრები, გადაწყვეტილებები და ქმედებები შენი ღმერთთან ერთად არის. შეაბრუნეთ ეს რაღაცა, მე ამაზე ვფიქრობ, თქვენ ფიქრობთ ამას? ხო უნდა ფიქრობდეს თითოეული ადამიანი იმას, რომ ღმერთი, იქ, როდესაც ჩვენ მარადიულობის კარზე მივალთ, ჩვენ იქ ვინმე კი არ გამოგკითხავს, სახარება ზეპირად იცოდი თუ არ იცოდი და ან დოგმატური სწავლება ზეპირად იცოდი თუ არ იცოდი, ეს შენ გჭირდება ადამიანს, რისთვის გჭირდება, რომ წეღა როგორც კითხეთ, რომ როგორია ღმერთი, როგორ ურთიერთობს ის ადამიანთან, როგორ მოდის, რას გვავალებს, როგორ უნდა ვიურთიერთობოთ, როგორ უნდა შევხვდეთ მას, რომ მე იმ დიდი შეხვედრისთვის მოვემზადოთ, რომელიც პირდაპირი შეხვედრა იქნება, ისე იგი განკაცებულ ღმერთთან, იესო ქრისტესთან, აქ დედამიწაზე როგორ შევხვდე ღმერთს. და ამიტომ ვიღაცას თუ გონია, რომ სწორი უბრალოდ ცოდნითა და ფორმულირებით შეხვდება, ვერ შეხვდები ადამიანი. ამიტომ ერთადერთ რამით შეხვდები, როდესაც ადამიანში აზრებისა, გადაწყვეტილებებისა და ქმედებების ცვალებადობა მოხდება. რამ უნდა შემაცვლებინოს ეს აზრები, გადაწყვეტილებები და ქმედებები? ზუსტად საღვთო მადლმა უნდა გადამაწყვეტინოს. არა უბრალოდ რაღაცა ცოდნამ, იმიტომ რომ ცოდნას, როგორც წეღან გითხარით, ინტელექტუალურ განათლებულობას, ან ადამიანში მოკლედ ამ შინაგან არა, ამ გარეგნულ ინტუიციას და ასეთ რაღაცას ამისი ძალა არ აქვს. მხოლოდ და მხოლოდ საღმრთო მადლს აქვს უნარი იმისა, რომ ადამიანის აზრები, გადაწყვეტილებები და ქმედებები შეცვალოს. სვავ კითხვას მეც რამდენს უსმენ ხოლმე, რამდენს კითხულობ, მამათა ისე იგი ქადაგებებს ჩვენი მოძღვრებისა, ვინც არიან ჩვენი მღვდელმთავრები, ვინც კიდევენ მოკლედ სოციალურ ქსელში ამ ქადაგებებს, მამებს ყველას უსმენ ხოლმე, ბევრს მოკლედ კითხულობ, მაგრამ რა ხდება? ვარ იგივე ვარ, არაფერი შეცვლილი თითქოს ჩემში არ არის. ეს არის ყველაზე სამწუხარო. დაუსვით თქვენ თავს კითხვა, თქვენ როგორ ხართ? თქვენც იგივეები ხო არა ხართ? მიუხედავად ამისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რამე იცვლება ჩვენში? ცოდნისა შეიძლება რაღაცა ცოდნა გამიღვივდა ადამიანს, მაგრამ სულმა გამოიღვიძა? სულს მადლი წყურია? უღმერთოდ ვერ ძლებს ადამიანი? ეს არის ყველაზე მთავარი. და თუ კი ჩვენ ვიცოდეთ, ჭეშმარიტება მოქმედებს მაშინ, დაუკვირდით ერთ რამეს, ჩემმა საუბარმა, თქვენმა ისე იგი მოსმენამ ვინმესი, ან წაკითხვამ რაიმე ლიტერატურისა, ამან ჭეშმარიტება შეგამეცნებინა თუ არა, სამ რამეში გამოსჭვივის. რაში? ადამიანის ხასიათში, თუ კი ადამიანი ხასიათით გახდა სხვა, და დაუკვირდით, ეს შეიძლება იოლი ნათქვამია, მაგრამ რა ხასიათისები ვართ, დაუკვირდით. საშინელი ხასიათი გვაქვს ჩვენ. ქრისტიანის ხასიათი საერთოდ არ გაგვაჩნია. ხასიათი, არჩევანი, დღევანდელმა იგავიდან მოსულმა ადამიანებმა სწორი არჩევანი რო ვერ გააკეთეს და ეს არის ცხოვრება.